ბინა ვაკეში, აპარტამენტი ბათუმში და პრემიუმ ბრენდების სამოსი გარდერობში. ასეთი მდიდრული ცხოვრების სტილი აქვს თინათინ ბერძენიშვილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. მისი ხელფასი 10,000 ლარია, ანგარიშებზე კი 125,000 ლარი და $18,000 უფიქსირდება. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. რაც შეეხება თინათინის ქონებას. მის საკუთრებაშია 177 კვადრატული მეტრი ბინა ჟვანიას ქუჩაზე, აპარტ ჰოტელში, ვაკის და მთაწმინდის ხედებით. ეს უძრავი ქონება 2025 წლის მაისში შეიძინა $220,000, ანუ $900,000 ლარად. წლევანდელი შენაძენია €19,000-იანი ფორდის ავტომობილიც. 2 წლის წინ კი სასტუმროს ნომერი იყიდა ბათუმში, ორბის ელიტარულ კომპლექსში, რომელშიც $72,000 ლარი გადაიხადა. ბერძენიშვილს ევროპული და ამერიკული პრემიუმ ბრენდებიც ყვარებია. მაგალითად, მის გარდერობში ნახავთ ალექსანდრ მაკუინის ხელჩანთას, რალფ ლორენის პიჯაკებს, სალვატორე ფერაგამოს ფეხსაცმელს და ჰერმესის სამაჯურს. ამ ყველაფერს თინათინ ბერძენიშვილი საკუთარი ხელფასით ყიდულობს, რომელსაც ჩვენ ვუხდით ქვეყნის ბიუჯეტიდან. ამავე ფულით დადის მივლინებებსა და მოგზაურობებში. ამერიკაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში. რაიმე ბიზნესს არ ფლობს. მისი მეუღლე ზურაბ გუმბერიძე, კომპანიების დირექტორი და მეწილე კი არის, მაგრამ თინათინის დეკლარაციის მიხედვით იქედან სარგებელი არ მიუღია. შესაბამისად, თინათინ ბერძენიშვილის ერთადერთი ოფიციალური შემოსავალი ტელევიზიის დირექტორის ანაზღაურებაა. ჩვენი სამყარო არის თანაბარი შესაძლებლობების მიმცემი და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამის კარგი ილუსტრაციაა. ამ სამსახურში კარგად რომ უხდიან, გასაკვირი არ არის. სწორედ ის უდგას სათავეში არხის პროპაგანდისტულ სარედაქციო პოლიტიკას და ოცნებისთვის მოსაწონ გადაწყვეტილებებსაც იღებს. ავტოკრატული ლიდერობის სტილი მარტივად შეიძლება შეჯამდეს ბრძანებით გააკეთე როგორც გითხარი. დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ათავისუფლებს, კრიტიკულ გადაცემებს ხურავს, რის შედეგადაც ხალხის დაფინანსებული ტელევიზიიდან ხალხის ხმა არ ისმის. ეს დირექტორთა საბჭომ იმშელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. მოკლედ 40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პატარა წყალთან მქონდა შუალედში დაწლიან. დანარჩენი 40 წელი აღარ სულ. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. გმადლობთ რომ გიყურებთ. გსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.